ეს კადრები ხო ყველამ ნახეთ. აი ვისაც პირველად იდეა მოგივიდა, რომ მიუსაფარი ცხოველებისგან ქუჩა ამ ფორმით გაგეწმინდა. ბიჭო, მართლა მიწა როგორ არ გისკდება ფეხქვეშ და ღამე მშვიდად როგორ გძინავს. უეჭველი ვიცი რომ ნახავს ახლა ამ ვიდეოს ვისაც ეხება. საერთოდ ვინც ჩართული ხართ იმ ყველაფერში, რაც ამ საცოდავი არსებების თავს ხდება ახლა. თქვენ არც ერთს არ გესმით შეგნების დონეზე სიცოცხლე რა არის. და ცოცხალი არსების სიცოცხლის და ბედნიერად ცხოვრების მორალური უფლება რა არის. მოგეთ ვინც არიცით, სხვადასხვა ლოკაციებიდან ქუჩის მიუსაფარები მიყავთ ვითომ რაღაცა კეთილი მიზნებისთვის და მე აკრობენ. არც მინდა ახლა განვრცობა რა ფორმით აკრობენ და მე საერთოდ რა ხდება. არც თქვენ გაქვთ შუბლის ზარო, ვისაც გიხარიათ ეს მავნებლური ტენდენცია. და გული მოგეცათ რომ ცემოთ ეს ცხოველები და 1000 სიმახინჯე მოგივიდეთ მაგტვინში. იმის გააზრების ტვინის არ ყოფნით რომ რას თქვენთვის პრობლემა ამ ყველაფერში, ეგ მაგით არ გვარდება. უბრალოდ ერთ მიუსაფარს მეორე ჩაანაცვლებს და ეგ იქნება. და სხვათა შორის თქვენისთანავე უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურებაა რომ ქუჩაში ამდენი ცხოველია. მოკლედ 4 აპრილს შუადღის 3 საათზე ყველანი იყავით კანცელარიასთან აქციაზე. სირცხვილია უბრალოდ, აი სოფლიოს მაინც დავანახოთ რომ საზოგადოება არ ვეთანხმებით აი ამ სიმახინჯეს. აქ მინდა ყველა ცხოველის მოყვარულს მოგისამძიმროთ ერთი ძალიან კარგი ხალბატონის ტრაგიკულად გარდაცვალება. ზუსტად არ ვიცი, მე მგონი ნინოთი ვიცნობთ სოციალურ ქსელში ისე ინგა ერქვა თუ ვორცდები. მე არ ვიცნობდი ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი რასაც აკეთებდა. ხო და ეგეც კმარა იმისთვის რომ უშუალოდ ჩვენს დანაკლისად ავუქვათ მისი წასვლა.